10 თემიდან ჩვენ წინა შეხვედრაზე ნაწილი წარვადგინეთ და ახლა გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ 4 თემაზე. ეს ეხება ნეოტივი უცხოური პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით ანალიტიკური კვლევის შედეგები მედია საშუალებებს გააცნო. 10 სტატია, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა, ეხებოდა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის გადანაწილებას, საჯარო შესყიდვებს, დაუმთავრებელ პროექტებს და შესაძლო კორუფციის ნიშნებს და გაუმჭვირვალე მმართველობის პრაქტიკას. ნეოტივის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე გადაგვემზადებინა ადგილობრივი 10 აქტიური მოქალაქე, სხვადასხვა პროფესიის მქონე, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ღია წყაროების საშუალებით ინფორმაციის მოძიებით. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის წყაროები და ის შესაძლებლობები აპლიკაციების სახით, რითიც შესაძლებელი იქნებოდა დიდი მონაცემების დამუშავება. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უკვე გვაქვს 10 კვლევა ჩატარებული, ნეოტივი ჯიზი არის 10-ვე გამოქვეყნებული. ეს ეხება შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტს, როგორ იმუშავეს თვითმმართველობის ვადის ამოწურვამდე, იცით რომ ოქტომბერში ეწურებათ ვადა, 4 წლის განმავლობაში რაში ხარჯეს თანხა, რამდენად მიზნობრივად იყო დახარჯული საბიუჯეტო თანხები. ჩვენ გამოვკვეთეთ დღევანდელ შეხვედრაზე ის კითხვის ნიშნები და ის საეჭვო გარემოებები, რაც ჩვენი კვლევის შედეგად დავინახეთ და მიგნებები გავაცანით საზოგადოებას. შესაბამისად მოვუწოდეთ ასევე გარკვეულ შესაბამის სამსახურებს, რომ დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტების მუშაობით, მხოლოდ აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნება არ არის საკმარისი. აქ უკვე საქმე გვაქვს მთელ რიგ დარღვევებთან, სისტემურ პრობლემებთან და საჭირო არის, რომ ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ რა დროც არ უნდა გავიდეს და რომელიც თვითმმართველობაც არ უნდა მუშაობდეს, მუდმივად უნდა იყოს მედია ფხიზლად და აფხიზლებდეს მუნიციპალიტეტსაც. ჩემი კვლევის თემა იყო კასპიის მუნიციპალიტეტი, მთავარი თემა იყო თუ როგორ იზრდება თანამშრომელთა ანაზღაურება ბიუჯეტის ზრდის პარალელურად და მთავარი მიგნება იყო ალბათ ის, რომ კასპიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ იყოს რეგულარული ზრდა არ ქონდეს, თუმცა ამის მიუხედავად თანამშრომელთა ხელფასი მუდმივად იზრდება ყოველ წელს და საბოლოოდ 4 წლის განმავლობაში 11 მილიონ ლარსაც გადააჭარბათ. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა და მედიის ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის საკითხებს საზოგადოება და მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მაშინ, როდესაც სწორედ ეს დონეა ის სივრცე, სადაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად ეხება მმართველობის ხარისხი. ამგვარი კვლევებით კი ადამიანები მეტ ინფორმაციას იღებენ საკუთარი თვითმმართველობის საქმიანობაზე. იმდენად პოლიტიზირებულია გარემო და ზოგადად ჟურნალისტიკაც ხოლმე ამ თემებშია ჩართული, რომ ყურადღების მიღმა გრჩება ყველას ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები. წესით დემოკრატია ჰორიზონტალური უნდა იყოს და არა ვერტიკალური, ხო მაღლიდან არ უნდა მოდიოდეს დაბლა, პირიქით დაბლიდან უნდა იშლებოდეს მთელი მასა და ესე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, რომ ელემენტარული პრობლემის მოგვარებიდან იწყება გაშლა მთლიანად პრობლემა. არ ვამბობ, რომ ახლა ის ამბები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ დრომ გადანაწილდეს მოკლედ რა, აი ამის თქმა მინდა, რომ არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არც ის პრობლემები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში მოქალაქისთვის, ხო, იმიტომ რომ სუფთა წყალი, მაგალითად, წყლის ამბავი გვახსოვს, ხო? კვლევების შედეგებს და იმას თუ როგორ ასრულებს უფლებამოსილების ვადას შიდა ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობა, რა დაპირებები გაიცა 2021 წლის არჩევნებამდე და რა შესრულდა ან არ შესრულდა. ნეოტივი გადაცემა ფაქტის საშუალებითაც აწუდის საზოგადოებას, რომელიც პროექტის ფარგლებში მზადდება. ხო